გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია დრო, გადაცემით დროული დიალოგი, მე ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ვარ და დაპირებისამებრ ჩვენ ისევ ეთერში ვართ. პასუხები კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებისათვის დროული და მტკივნეულია, რა ბედი ელის ლარს, როგორ განვითარდება მოვლენები კოალიცია ქართულ ოცნებაში, ვინ დატოვებს კოალიციას და როგორია მათი სამომავლო გეგმები. ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე სასაუბროთ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, გახლავთ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი და ლიდერი ბატონი თამაზ მეჭიაური, რომელიც ამავე დროს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა. დიდი მადლობა ბატონ თამაზ სტუდიაში მობრძანებისათვის, თქვენი დაძაბული გრაფიკის მიუხედავად მოახერხეთ და მობრძანდით ჩვენთან. ძალიან მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს ძალიან ხმაურიანი განცხადებების ავტორი ხართ და ძალიან დასამახსოვრებელი დეპუტატიც. პირდაპირი კაცი შეიძლება ითქვას. ბატონო თამაზ, რას გადაეკიდეთ ბოლო დროს პრეზიდენტ მარგველაშვილს? ძალიან საინტერესო ფრაზა თქვით, რომ საქსოვი და ბევრისთვის ეს მტკივნეული აღმოჩნდა. რატომ აღმოჩნდა მათთვის მტკივნეული და რატომ გინდათ თქვენ მართული პრეზიდენტი? თქვენ ხომ გასაოცარ დემოკრატიას აშენებთ, ბატონ თამაზ? მადლობა მოწვევისთვის, მიესალმები თქვენს მაყურებელს. პირველი რაც შეეხება პრეზიდენტს, არანაირი პრობლემა მასთან მე არ მაქვს პირადი. მე თვითონ ვიყავი ჩართული მის საარჩევნო კამპანიაში. რამდენიმე რაიონში, სამეგრელოს სამ რაიონში, გარდა ამისა ქუთაისშიც. და იმ რეგიონებში საკმაოდ წარმატებული შედეგი ვაჩვენეთ. ასე რომ მასთან არანაირად არ შეიძლება მქონდეს პირადი დაპირისპირება. აქ საუბარია უფრო იმაზე, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკვე ფაქტიურად მაშინვე აბსოლუტურად იმ გუნდის საწინააღმდეგოდ დაიწყო მუშაობა, რომელმაც ის მოიყვანა ხელისუფლებაში. ახლა გასაგებია ეს გუნდის გარეშე, კერძოდ ბატონი ივანიშვილის დახმარების გარეშე. ის ვერ გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ ის ხომ გახდა ბატონ თამაზ. და ჩვენ გქშემ ინსტიტუტს არ უნდა ვცეთ პატივი, ანუ თქვენ ითხოვთ, რომ ის იყოს დამორჩილებული საპარლამენტო უმრავლესობას? არ ვითხოვთ, მისგან ვითხოვდით უბრალოდ იმ პროგრამის შესრულებას, რომელთაც ის მოვიდა. კერძოდ? კერძოდ ის, რომ ის იყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ბატონო ბიზნესმენმა მოიყვანა თავის დროზე პოლიტიკაში. რადგანაც მან მიიღო ის ხარდაჭერა და იმ ხარდაჭერის გარეშე კიდევ მეორე ის ვერანაირად ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, პირველ დღეებიდან მაინც უნდა დაეწყო იმ პროგრამის განხორციელება, რომელთაც ის ხალხმა აირჩია, ხალხმა პირველ რიგში აირჩია ბიძინა ივანიშვილი და მის ასე ვთქვათ ავტორიტეტის გამო ის და აქედან გამომდინარე გახდა ის განცხადებაც აღარ მინდა კიდევ ერთჯერ დავიმეორე, აქედან იყო გამოწვეული, რომ აქ უმადურობაზე იყო გასმული ხაზი და არა რაღაცა მის წარმომავლობაზე, უბრალოდ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ის იქ დარჩებოდა იქ სადაც იყო, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და ეს იყო და ეს და თუ უნდოდა მას თავისი თამაში ეთამაშა, ელემენტარული რუსეული კაცები ასე იქცევიან, ჯერ უბრუნებენ უკან თუ იმეს გაგა. ანუ დაეტოვებინა პოსტი და დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაეწყო. შეეძლო ის დაეტოვებია თუ არ მოწოდნად, რადიკალურად განსხვავებული იყო მისი ხედვები, იმ გუნდის ხედვები. თქვენ როგორ ვიყავთ ასე მალე, რატომ შეეცვალა, ხო ხა? მოეყვანა ისა და დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, მოსულიყო იმ გუნდთან ერთად ეყარა კენჭი, რომელიც გუნდსაც თulis თავის თანამოაზრეებად. დაეწერა ის თავისი პროგრამა. რესპუბლიკელებს გულისხმობ? არა, ვისთან არის, არ ვიცი, ამ შემთხვევაში რესპუბლიკელები არიან ჩვენთან მასში. კოალიციაში. ხო, მაგრამ რესპუბლიკელები ძალიან გამოეკომაგნენ მას და თქვენი მისამართი ძალიან ბევრმა მოაცხადე მორატორიუმი რესპუბლიკელებთან ამ კინკლაობაზე, მათაც მე მგონი ასევე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ერთი კოალიციის წევრები და ამ თემას აღარ გავაღვივებ. აჰა. და რაც შეეხება ასევე არც მარგველაშვილთან, ბატონ პრეზიდენტთან მინდა რომ კიდევ რაღაცა ასეთი კინკლაობა გავაგრძელოთ, თუმცა რომ ის ფაქტიურად უკვე მან გაარკვია ვისთან უნდა იყოს ეს ცალსახად ჩანს ეს ისედაც, მან ისიც გაარკვია რომ ის რაც მიიღო ის მისი კუთვნილება და როგორც უნდა ისე გამოიყენებს და შევაგუოთ ამ რეალობას რაც არსებობს და მიმოქმედოთ ისე როგორც მოქმედეთ თუნდაც აი როგორც ბოლო მომენტში, როდესაც მივიღეთ საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი, რომლითაც საბანკო ზედამხედველობა
ეროვნული ბანკის შიგნითვე გამოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დიქციიდან და მიიღო ამ მისი ეროვნული ბანკის პოლიტიკის ქვეშ მაქსიმალური დამოუკიდებლობა, ან კანონს დაადო ვეტო, ჯერ კიდევ ნახევარი 2 თვის წინ და ამით შეაჩერა კანონის მოქმედება, რის გამოც ვერ დავაკომპლექტეთ დროულად საკუთრივე სააგენტოს საბჭო, და ყოველივე ამან გამოიწვია მოსახლეობაში გარკვეული პანიკური მოვლენა. ანუ მარგველაშვილი ისევ დამოუკიდებელ პოლიტიკას თამაშობს? ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს პოლიტიკა რაღაცას რო თამაშობდეს, გვეცოდინებოდა მაინც რას თამაშობს, მაგრამ თამაშობს ერთ რაღაცას, რომ არსებული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გააკეთოს ყველაფერი და მას რატომღაც გონია თუ ამ დაასუსტებს ამ ხელისუფლებას, ამეთი თვითონ გაძლიერდება. ეს აბსოლუტურად ალოგიკურია. იქნებ ის ვინმესთან შეთამაშებულ და შეთანხმებულ თამაშს თამაშობს. თავისთავად ცხადია, რომ ეხლა მას შეიძლება გონია, რომ სხვებს იყენებს, მაგრამ მე მგონია, რომ მას უფრო იყენებს. დიახ. თავისი სამომავლო პოლიტიკური ასეა ყველა რა თქმა უნდა, მაგაზიებთან წვილი ერთად და მეორესაც მისი რგული სააკაშვილს გულისხმობთ და ნაციონალებს? სააკაშვილს ეს ვერ გამოიყენებს, სააკაშვილი გაცილებით ეშმაკია ვიდრე თვითონ. დიახ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მარგველაშვილს როგორც პაიკს გამოიყენებენ და შესაძლოა თამაში გარეთ დატოვონ? შეიძლება თქვათ პაიკი არა, მაგრამ მას ძალიან დიდი კალიბრის ფიგურა ვერ გახდება. რა თქმა უნდა, ბატონ თამაზ, თვითონ ივანიშვილი რას ამბობს, აი ამ კინკლაობაზე ხოლმე თქვენს გუნდში? აი მაგალითად ამ შემთხვევაში თქვენ და რესპუბლიკელები ძალიან ხშირად არის ხოლმე განსხვავებული მოსაზრებები, აი თოფაძის მოსაზრებებზე იყო სრულიად სხვა რეაქცია რესპუბლიკელების მხრიდან. აი როცა შეხვდებით ხოლმე პრივატულად, ასე ვთქვათ, და ასე საშინაო გარემოში, როგორია მისი რეაქციები? ბატონი ბიზნესი არ ერევა პოლიტიკაში. ეს ნამდვილად ასეა? ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის ხმოვანი. თქვენი შეხვედრების დროს ხო რამდენჯერმე ოფიციალურად შეიძლება რჩევა ხანდახან მკითხო რაღაცაზე, ეს ბუნებრივი მომენტიც არის, იმიტომ რომ გარკვეულწილად მეც და ალბათ ჩვენი თანაგუნდელების დიდი ნაწილიც ხვალში ვართ მის წინაშე, იმიტომ რომ არა მისი ჩარევა გაგვიჭირდებოდა, ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა იმ სერიოზული ძალის დამარცხება, რომელიც იყო ხელისუფლებაში. მე ამითი არ მინდა ვინმეს ვემლიქვნე, რომ არა ეს რეალობაა. მე მომიგია არაერთჯერ არჩევნები ხელისუფლებისთვის, მაჟორიტარულად ადრე. დიახ. მაშინაც ხდებოდა გაყალბება, იგივე მოქალაქეთა კავშირი ასევე აყალბებდა, მაგრამ რაღაც ზღვრამდე იყო ხოლმე მაშინის გაყალბება და თუ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, ისინი ბოლო-ბოლო აფიქსირებდნენ ხოლმე და ნაციონალებთან ეს უკვე ფაქტიურად რა ანგარიშითაც არ უნდა მოგეგო, ისინი არ დააფიქსირებდნენ. ეს საზოგადოებისთვის უკვე ცალსახაა, ძალიან გატკეპნილი და ნაცნობია, გასაგებია ბიძინა ივანიშვილის წვლილი. გასაგებია, აქენა გამომდინარე, ბოდის მოვითხოვ და მე ასე ამიტომ მოვყევი, რომ მე განსხვავებით ზოგიერთებისგან, რომელსაც რა თქმა უნდა, საერთოდ შეიძლება არანაირი პერსპექტივა არ ქონდა, მე ასე თუ ისე ჩემითაც მომიგია რამდენჯერმე, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეხლაც რეიტინგის მიხედვით საკმაოდ სერიოზული შანსი მქონდა მოგების. მე დიდი ალბათობით წავაგებდი, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ დავიცავდი ჩემ ხმებს. მაგრამ დღეს რას ამბობს ბიძინა? ეხლა ამის გამო თავისთავად ცხადია, მე რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს შენი აზრი, მაგრამ რაღაცა საკვანძო საკითხებში ადამიანური მომენტია, რომ შეიძლება კითხო. და რა მოსწონს ეს აი განსხვავებული აზრის ასე საჯაროდ აფიშირება თქვენი კინკლაობა თუ ამბობს რომ უფრო გუნდური აი მაგალითად სააკაშვილის ასე ვთქვათ შიდა სტრატეგიული პოლიტიკა როგორც ყველასთვის იყო ცნობილი ეს გარეთ არ გამომზეურდებოდა ხოლმე ანუ შიგნით ხდებოდა ამის გარჩევა და თქვენ შემთხვევაში რატომღა ძალიან ხშირად ეს შეიძლება იმიტომაც რომ კოალიცია უფრო ეკლექტიკურია ალბათ ხო? თან უფრო დემოკრატიული პროცესები არის ჩვენთან. თქვენ ამართლებს ამას დემოკრატიას? შეიძლება ამ დონემდე შეიძლება მისვლა არ იყო კარგი, იმიტომ რომ მე მაგალითად გარეთ არ დამიწყე ეს, მაგრამ ეხლა რადგანაც ყველამ თავისი თქვით და შევჩერდით რაღაც ნიშნულზე, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ კოალიციას ანუ ძლებამდე არ ჭამთ ხო, ამ კოალიციაში ამ დემოკრატიულ პროცესების გარდა არსებობს კიდევ რაღაცა
ერთიანობის განს და რაღაც საკვანძო საკითხების. ბატონ თამაზ, რა ხდება კოალიციაში? მე აუცილებლად უნდა გკითხოთ. საგანელიძე, მართალია ადრე დაანონსა, რომ ის პოლიტიკიდან მიდიოდა და სიმართლე გითხრა უკვე აღარავის ეჯერა. საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ ახლა მისი გადაყვანა მოულოდნელი იყო საზოგადოებისათვის. ეს ხომ არ გამოიწვევს რყევებს თვითონ გუნდის შიგნით. ნუ ერთ ფიგურაზე რა თქმა უნდა არ არის ეს მით უმეტეს საგანელიძეს, მაგრამ რა ხდება? რამე ვიცი რომ რაღაც პერეტრუბაციები არის დაგეგმილი. შეხვედრაც იგეგმება გაფართოებული თქვენ შორის, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, კოალიციის ლიდერებს გულისხმობ. და ასევე საარჩევნოდ რესპუბლიკელები ისკუპებენ თუ იქნებიან 2016 წლის კოალიციის სიაში. მე ერთხანს პრესაში გაიჟღერა, რომ თვითონ პარტია ქართული ოცნება ახლიდან შეიქმნება. მოდით რა თქვენ ამ ყველაფრის ეპიცენტრში ხართ, მოგვიყევით. მე რო გითხრათ არ ვარ ეპიცენტრში, მე უფრო ხო, მაგრამ ბოლო დროს ახმოვანებ თქვენ ისეთ სერიოზული ნუ რატომღაც გონია ბევრს რომ მე ვახმოვანე ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველა ეს საკითხები მასთან მქონდა ეს პირადად შეთანხმებული. ეს არ არის ასე. ნუ არც მის გამქონია რამე სერიოზული გამოხმაურება აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ ესე იგი მან რაღაც ფარგლებში, ჩარჩოებში ჩათვალა, რომ რა ძალიან არ იყო გასული ის, რაც შეიძლება ცოტა ყოველ განცხადებები მქონდა. არ ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ ესეთ რა უტა ივანიშვილზე ერთ-ერთი განცხადება მახსოვს ეს გავრცელდა კიდევაც. ასევე თქვენ განაცხადეთ. არ მე არ გამოცვალე. არა, ეგ ზოგადად თქვენი კომენტარი იყო. არა, ჩემი კომენტარი იყო ასეთი, მე მკითხეს რომ ასეთი არის ასეთი კულუარული ის რომ უნდა შემოვიდეს პოლიტიკაში და თქვენი აზრი მეუთხარი რომ მე არ მაქვს ასეთი აზრი რომ შემოვიდეს რა სიტყვოდი მეუთხარი მივესალმები იმიტომ რომ ერთი არის ახალგაზრდა განათლებული ყოველ შემთხვევაში ამ განათლების პრობლემა რომ ნახდათ არ აქვს ამაზე ადამიანურად თქვენ ალბათ უფრო კეთილშობილი პიროვნება და თუ ამასაც დავუმატებთ ის რომ ის ზურგს უკან დგას ამხელა პოლიტიკური წონის მქონე მამა ის საკმაოდ წარმატებული შეიძლება იყოს პოლიტიკისთვის არ არის არა მაგრამ ეხლა მე ის მაგალითი იქ რომ ითხრეს ბოდიში და იქ მაგალითიც მოვიყვანე თვითონ ზიად გამსახურდია ეს ფაქტორი მამამისის წონა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი როცა ის შემოვიდა და ჩაულებრივი მომენტია ბუშები იგივე და ძალიან ბევრი ბატონო აი იგი უგულავას საკითხი თქვენ იცოდით ფაქტობრივად მაგრამ როგორც გავიგე არაპირებს ესე იგი არა არაპირებს მაგრამ თქვენ სერიოზულ განცხადებებს აკეთებთ იგი უგულავასთან დაკავშირებით ახლა მე პირდაპირ თქვას რომ პირდაპირ უნდა ვთქვა რომ აი თქვენ ისეთი რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა ზეიმისო ანუ რეალურად ფაქტობრივად თქვენ ახმოვანებთ ისეთ წინადადებებს რომ რჩება შტაბეჭება თქვენ ეპიცენტრში ხართ მოკეთ არ დავიწყოთ არა მე ვიტყვი რომ ეხლა თუნდაც იგივე უგულავა საკითხი მე მინდა ზუსტად დეტალურად თქვა რა მოხდა იქ მე შევდიოდი პარლამენტში მოვიდა ერთ-ერთი თქვენი კოლეგა თუ ორი იყვნენ ისინი და მეუბნებიან ასეთ რაღაც რომ კომენტარი უნდა და ამ საკითხზე მე უთხარი რომ არ ვარ ამ საკითხების კურსში მაგრამ ну მით უმეტეს არ ვიცოდი უფრო დეტალურად რა იყო მაგრამ ну თქვენს რადგან ჩამეძიე თუ აი ესეთი განცხადება გააკეთა უგულავამ რომ მართალია გამონთავისუფლეს ეს მეორე დღეს მაგრამ ივანიშვილიო ზეწოლას ახდენს მოსამართლოზე და ალბათ დიდი ალბათობით ისევ დამიჭერენო და ну მე რაღაცა ესეთი რაღაც მითხეს რაღაც აბაროთ რაღაცა ესეთი რაღაცები იყო წინ მე უთხარი ასეთი რაღაც ანუ აი მე მინდა რომ დააგვირდეთ საიდან გამოდიოდა კი ბატონო ამიტომ ხართ ეთერში რომ დააკონკრეტოთ ესე იგი რადგანაც გიგი უგულავა ამბობს ამას მას მეტი წვევა აქვს იმ საქმეზე რომელსაც მას ედავებიან და ალბათ დარწმუნებულია რომ მას დაიჭერენ აქედან გამომდინარე საკეთეს პრევენციას რომ ეს ყველაფერი გადააბრალოს ხელისუფლებას ხო ივანიშვილს და აქედან გამომდინარე ალბათ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა რომ ეს არის რამდენიმე საათიანი ზეიმი იმიტომ რომ მან უკვე ფაქტიურად იცის რომ მას დაიჭერენ ეს იყო და პერიფრაზი გააკეთეს არასწორი დიახ ამოკლიჯეს ეს და მე ეს გავაგრძელე და ასე დავამთავრე კიდე რომ არანაირი მნიშვნელობა მოსამართლისთვის არ აქვს მას ბრალს წაუკითხავს თავისუფლებაში მყოფს თუ წინასწარ პატიმრობაში ყოფს. არა და კახი კალაძემ გააკეთა რომ აი თქვენი მისამართით განცხადება რომ სასამართლოს უზენაესობასო ყველამ უნდა სცეს პატივი და ერთმანეთში კომუნიკაცია არ გაქვთ ბატონო თამაზ გუნდის შიგნით? კახის არ უყურებია ის თავიდან ბოლომდე, თუმცა ნუ ეხლა ახალგაზრდა კაცია და ალბათ ჯობდა რომ
ეკითხა მაინც აი მე გამიჩნდა აი იცით როგორი შეგრძნება კომუნიკაცია არ არის გუნდის შიგნით გეთანხმებით ასეა მე ცოტა თავისუფლად ვიყავს ხოლმე ჩემი აზრების გამოხატვა რაღაც საკითხებში და ამ ნაწილში ნუ დღეს არ დაგიწყეთ პოლიტიკა ბუნებრივია ამ ნაწილში გაცილებით ისინი არიან შეკრულები იგივე რესპუბლიკელები იგივე ნაციონალები რომლებიც იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ რაღაც არასწორად თქვეს ერთმანეთს გარეგულად მაინც ხარდაჭერას უსწრებთ. ანუ თქვენ რესპუბლიკელებს მაინც განყენებულად განიხილავთ სხვა პოლიტიკურ ძალად? ნუ ეხლა ერთი რაღაც უნდა ვაღიაროთ, რომ რესპუბლიკელები საკმაოდ გამოცდილი, ასე ვთქვათ, შეთამაშებული პოლიტიკური პერსონალის განშეკარი გუნდია. იმიტომ რომ მათ ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ერთად შეთამაშების ასე ვთქვათ და ისინი რა თქმა უნდა ბოლომდე იცავენ ერთმანეთის ინტერესს, რაც რა თქმა უნდა კარგია. იგივე შემიძლია ვთქვა ნაციონალურ მოძრაობას ისინიც მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოპოზიციაში არიან, მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთის ბატონ თამაზ, აი რა ხდება? ნაწილი შეიძლება გამოეყო, მაგრამ ისინიც კი თავს არიდებენ ერთმანეთის კრიტიკას. ეს შეგვიძლია ვთქვათ, ნუ ჩვენში რაღაცა ხდება რამდენჯერმე მაინც ემოციური ის რომ არც შეხმიანები ვართ ერთმანეთს რაღაც მარტოდ მე არ მეხება ეს საერთოდ ეს არ არის კარგი რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ეს შეიძლება იმის ბრალიც არის რომ ჩვენი ასე ვთქვათ ოცნება ამ შემთხვევაში და თვითონ კოალიცია შედარებით უფრო გამოუცდელია ამ პოლიტიკურ არენაში ცხოვრებაში ბატონ თამაზ რა ხდება კოალიციის შიგნით 2016 წელს საგანელიძე წავიდა. რა ხდება? კიდევ ვინმე ხوار დატოვებს. მე ვიცი, მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ცოტა დარჩება დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობიდან. ყოველ შემთხვევაში ასეთი გეგმა განიხილებოდა ივანიშვილის კარზე, როგორც ვიცი. ეხლა რა მოხდება? რესპუბლიკელები ისევ კოალიციაში მოხდებიან, კოალიციის სიით გახვალთ. ბევრი დრო არ არის დარჩენილი საარჩევნო მარათონისთვის, ერთი წელიწადი ძალიან მცირე დროა. გეთახმებით, რომ ასო ისე ბევრი დროა დარჩენილი, მაგრამ არც თუ კატასტროფულად ცოტა. რა თქმა უნდა. ასე უკვე არის ის დრო, როცა უკვე რა თქმა უნდა, პარტიაც და კოალიციაც უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ აპირებს წარდგეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამას რა თქმა უნდა განხილავს პოლიტსაბჭო, მე რა თქმა უნდა თვითონ შიგნითაც დანარჩენი სოციალისტი ყველა ფრაქცია. და ალბათ მიღებული იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მე ვერ ავჩქარდები და ვერ ვიტყვი იმიტომ რომ მართლაც არ მაქვს ინფორმაცია ეხლა საკითხზე ეხლა რომ სკონდეს რაღაცა ის ალბათ მაინც ჯერ ვერც გავაჟღერები იმიტომ რომ ჯერ მაგრამ იგეგმება ბატონო თამაზ ეხლა ლოგიკურია რომ რაღაც არა კოალიცია როგორი სახით გამოვა ეგ არ ვიცი ეს უკვე ჯერ ესაა გადასაწყვეტი მაგრამ როგორც არ უნდა გადაწყდეს რა თქმა უნდა თვითონ პარტიაც გარკვეულწილად უფრო განახლებასაც საჭიროებს, არა ისეც, რომ რადიკალურად ყლიანად, მაგრამ ნუ რაღაც გარკვეული დოზით შეიძლება უკვე ეს ნაწილი გამოყენებული იქნეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან თავისი სპეციალობის მიხედვით უკვე ნაწილი. და ნუ ნაწილი შეიძლება ისევ დარჩეს, იმიტომ რომ აქ არის ახლა თლად ასე გადაყვანა და სულ ახალი ძალების მოყვანა დიდ შედეგამდე ვერ მოგვიყვანს, იმიტომ რომ პროფესიონალიზმი აუცილებელია პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამას თუ არ ამაგრებს ავტორიტეტები, გამოცდილების მქონე ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებიც იქ ორივე თუ არ არის ერთად ეს შეკრული. ეხლა პარლამენტში კოალიცია ქართულ ოცნებაში ავტორიტეტები არიან თქვენი აზრით? სხვათა შორის ავტორიტეტები ვარ ყოფილი, ეს ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, ბიზნა ივანიშვილის, არა, ავტორიტეტი ერთია პოლიტიკაში, ზოგი სფეროშიც, მაგრამ ეხლა ეს მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ავტორიტეტის ნაკლებობა უფრო არის, ვიდრე პიროვნული ავტორიტეტი, ეხლა მე თუ შეიძლება კარგად. დიახ. ესე იგი, იყო აქ მთავარი ფაქტორი ბიზნა ივანიშვილის ავტორიტეტი. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. თუმცა ეს არ იქნებოდა საკმარისი, რომ რეგიონების მიხედვით თუნდაც არ ყოფილიყო ადგილზე ავტორიტეტის შეიძლება ცენტრში შეიძლება ძალიან სწრაფად არ იყოს ისინი, მაგრამ თავის რეგიონებში მას ჰქონდეს უპირობო ავტორიტეტი. ეს პირველ ეტაპზე, როდესაც ბრძოლა იყო ისეთი, რომ რისკთან იყო დაკავშირებული, ბევრი პროფესიონალი ცხარათიშდა იმ თავის
ადგილებზე ხელისუფლებასთან შეიძლება გუში თანაუგზავდა კიდევაც, მაგრამ იყო აგერ გვერდზე გაყენებულად და აქედან გამომდინარე ვერ მოხვდა აი ეპიცენტრში, ბრძოლის ეპიცენტრში თვითონ არის და თავი. და აი ბრძოლა სხვა, რომელსაც შეიძლება უფრო მეტი პროფესიის იყო ერთი და დეფიციტი იყო მეორის, აქ ვერ დაალაგებდი. იქ ვინც იბრძოდა, ის მოხვდა. ხო და აქედან გამომდინარე, აი პარტიული აქტივაცია ვისიც მეტი იყო, აქედან გამომდინარე. ახლა როცა ასეთ ბრძოლა მიდის, მოდით ამ საკითხს ნუ აღარ შევეხებით, ვიდრე რეკლამაზე გავად, მე მინდა მოკლედ მიპასუხოთ ერთ კითხვაზე და ჩვენ რეკლამაზე გავად, სამთავრობო ცვლილებებს ხო არ ველოდებით მანამდე? მე ვერ გეტყვით, არ ვარ ამ საქმის კურსში და ვერ გეტყვით. ნუ თუმცა სამთავრობო ცვლილებები ეს დინამიკა ალბათ. ყოველთვის შეიძლება მოხდეს გარკვეული დოზით, ნუ ეს იყო აქამდესაც და ალბათ მომავალშიც იქნება, მაგრამ რეკლამის შემდეგ მაშინ უფრო დეტალურად. ჩვენ რეკლამის შემდეგ ისევ ეთერში დავბრუნდებით.